მოზდილები რო არიან, ცოტა შორიდან არიან, ამდენი წვალეს გამოიარეს. ერთი კვირის საჭმელი რო ერთ საღამოს შეჭამო, შეიძლება მუცელი კარგ ხასიათზე ვერ დადგეს. რას ნიშნავს პატრიარქის სიტყვები? ღმერთი სამშობლო ადამიანიო. პატრიარქის სიტყვები ნიშნავს კიდევ ხო და აი ეს არის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის, რაც პატრიარქმა ბრძანა, ღმერთი სამშობლო და ადამიანი. სხვადასხვა ეს რაც პატრიარქმა თქვა, მანამდე სხვა სიტყვები თქვა ჩვენმა დიდმა წმინდანმა ილია ჭავჭავაძემ, ილია მართალმა, მამული ენა სარწმუნოება. და კიდევ უფრო ადრე დიახ, ილია ჭავჭავაძის სიტყვებია. და კიდევ უფრო ადრე თქვა გიორგი მერჩულემ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, რომელიც ამბობს, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღერიცხების, რომელსაც საშინა ქართული ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. აი ამის პერიფრაზე, ამის ძალიან ლაკონურად თქმა იყო, რაც ილია მართალმა თქვა, წმინდა ილია მართალმა, მამული ენა სარწმუნოება. იგივეა, რაც პატრიარქმა თქვა, ღმერთი სამშობლო ადამიანი, აი ამ სიტყვებით გამოთქვა. ეხლა ჩვენ რა შევხედოთ? ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ღმერთი არის ყველაზე ძვირფასი და სათაყვანებელი. შემდეგ სამშობლო და შემდეგ ადამიანი. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი იმ მწვერვალამდე ავიდეს, ჯერ ადამიანი უნდა შეიყვაროს. გესმით? სამშობლო უნდა შეიყვაროს და ღმერთი უნდა შეიყვაროს. თან ახლა ჩვენ რო დავაკვირდეთ, ჩვენ ვართ ჩვენი ოჯახის შვილები. აი ჩვენ რო ოჯახიდან გავდივართ, როგორც მოვიქცევით, იტყვიან, რომ ეთყობა ეს ასეთი ოჯახიდან არის გამოსული. ხო იტყვიან? ეს ხო არის ნათქვამი, ბავშვიო ოჯახის სარკეა. რასაც შენ გააკეთებ, როგორც მოიქცევი, როგორც მეტყველებ თუ სხვა, იტყვიან, რომ ეს ალბათ ასეთი ოჯახიდან გამოვიდა. ეხლა მაგალითად, აი ბავშვები არიან ქარელიდან ჩამოსული. ეგენი რო ქარელში ჩამოვლენ და აქ რო კარგად მოიქცევიან. გორში იტყვიან, რომ ნახე ქარელიდან ჩამოსული ბავშვები არიან. რა კარგი ბავშვები ყოფილან ქარელში, რა კარგად ზრდიან ბავშვებს ქარელში. თუ თბილისში, თუ აბაშაში, საიდანაც ხართ ახლა ჩამოსულები. ხომ, შენი ქალაქიდან რო გადიხარ, შენი ქალაქის სახე ხარ. შენი უბნიდან გადიხარ, შენი უბნის სახე ხარ. შენი სკოლიდან სადღაც ჩახვედი, იტყვიან, აი 191 ხო, 191 სკოლის ბავშვები რა კარგად მოიქცა. ესე იგი, რა კარგ ბავშვებს ზრდიან ამ სკოლაში. მერე შენი სამშობლოდან რო გადიხარ სხვაგან, ამბობენ, აი საქართველოში ასეთი ხალხი ცხოვრობს. და მერე კიდე ასე რო შეხედო, შენ ხო მორწმუნე ხარ, ხო მართლმადიდებელი ხარ, ქრისტიანი ხარ. შენ როგორც მოიქცევი, შენი საქციელით ღმერთზე შეუქმნის თაბეჭდილება სხვა ადამიანებს. ესმით? აი როგორია ღმერთი. და წმინდა წერილში ასეთი სიტყვები წერია მორწმუნე ადამიანს მიემართება. ვაი მასო, ვის გამოც ღვთის სახელი დაიგმობა წარმართებშიო. ანუ ისრაელიანები რო ცხოვრობდნენ, მათ გარშემო წარმართები, ანუ უღმერთო, ვისაც კერპები ჰქონდა და ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანს არცემდნენ. ის ხალხი ცხოვრობდა და ვაი იმ ადამიანს, ვის გამოც წარმართებში თქვენი სახელი დაიგმობა. ანუ ჩვენ შემთხვევაში როგორ გამოითქმის ხოლმე ეგრე. თუ მორწმუნე ადამიანი სხვაგან უღირსად იქცევა, ამბობენ, რომ ნახე როგორები არიან მორწმუნეები, ეკლესიური ადამიანები, როგორები ყოფილან, გესმით? და ვაი იმ ადამიანს, ვის გამოც სხვასაც ჩირქი მოეწყობა ამის გამო. აი მე რო ცუდად მოვიქცე და უშოთ, კი არ იტყვიან, რომ მამა ბასილი ასეთი ცუდად მოიქცა. იტყვიან, აი სასულიერო პირები როგორ იქცევიან, გესმით? შენ რო აი გალობელი ვნახე წეგან პატარა ბავშვი. ის თუ კარგად მოიქცევა, იტყვიან, აი ნახე
ტაძრის მსახურები რა მოწესრიგებული, რა კარგი, აი ეს ბავშვი, რა კარგი ახალგაზრდები არიან. თუ ცუდად მოიქცევა, იტყვი, აი ნახე რა ცუდად იქცე, როგორები ყოფილან თურმე. ისე რომ ჩვენ გვაქვს ბავშვო პასუხისგებლობა ადამიანების წინაშეც, სამშობლოს წინაშეც და ღვთის წინაშეც. რომ და მოდი პირიქით ვთქვათ ახლა. სახარებაში წერია, ეგრეთ წინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთან, რაითა იხილნენ საქმენ თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. ახლა ეს ცოტა რთული და გაუგებარი რო არ იყოს. ანუ შენი ნათელიო ისე უნდა წინავდესო, რომ შენ საქმეებს რო იხილავენ ადამიანები. კი არ თქვან რომ აი რა ელენე ხო? კი არ თქვან რომ ელენე რა მაგარი გოგო, ეგრე კი არ თქვან. არამედ თქვან დიდება უფალს. აი როგორ გამოჩნდა ღვთის დიდება ამ ადამიანში. აი მსგავსად იმისა, მაგალითად არის სარკე. სარკეში რომ ზიანათებს, ეს მზე ჩანს ამ სარკეში, ხო მართალია? სარკე თავისით ხო არ ანათებს. იმ სარკეში შენ მზის ნათებას ხედავ. მაგრამ ეს სარკე თუ დასრულია ტალახიანია, ვერ გამოანათებს. გესმით? ადამიანი თუ ცოდვებით არის სავსე, ღვთის მადლი შენში ვერ გამოანათებს, ვერ აირეკლავ შენ, გესმით? მაგრამ იმას თუ გაასუფთავებ იმ სარკეს, მზის ნათებას აირეკლავს. ადამიანის თუ თავს განიწმებს, ღვთის მადლი აირეკლება და ადამიანები ღვთის ნათელს დაინახავენ შენში და ღმერთს განადიდებენ. აი წაღან პატრიარქზე საუბრობდით და ისევ ამას შეგვიძლია მივაბად. პატრიარქში გამოჩნდა ღმერთი. პატრიარქმა თავისი სული განიწმიდა და მის თვისებებში და მის ხასიათში საღვთო მადლი ჩანდა და ადამიანები მას რო ხედავენ, ღმერთს ადიდებენ. აბა რატო შეიკრიბა იმდენი ხალხი? ზღვა ხალხი. გესმით? ამაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას ბავშვებო, მაგრამ რადგან ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვისვენებთ. დედის არ დაჯერება ცოდვაო? დედის არ დაჯერება ერთი ის რომ ცოდვაა, მაგრამ მარტო უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, რომ ცოდვაა და ვერ გავიგოთ რატოა ცოდვა, ბევრი რაღაც შეიძლება ითქვას აქაც, მაგრამ შენ ხო ხარ 11 თუ 10 წლის. 11 წლის. შენ შეგიძლია რომ 2 წლის ბავშვს რამე მიუთითო და სწორი გზა აჩვენო? 2 წლის ბავშვზე მეტი ხო იცი? 2 წლის ბავშვზე მეტი ვიცი. ხო იცი. აი დავუშვათ რაღაცას ვერ ხატავს და გითხრა ბარბარე შენი დახმარება მჭირდება. ხო დაეხმარები და ხო ლამაზად გამოვა. და რო გითხრას შენი დახმარება არ მჭირდება, მე თვითონაც კარგავ ხატავ და დადგეს და დაჯღავნოს რაღაცები და თქვას რომ აი რა კარგი ნახატი გამომივიდა. ხო სასაცილო იქნება. აი ესეთი სასაცილოები ვართ ხოლმე ჩვენ როცა მშობელს არ უჯერებ და ვამბობთ რომ მე ისედაც კარგად გავაკეთებ. და შენ იმის გამოცდილებას ხაზს გადაუსავ, არ გინდა მისი რჩევა. ისევე როგორც იმ პატარამ რომ შენს გამოცდილებას გადაუსვას ხაზი და თქვას რომ მე არ მინდა 11 წლის ბავშვის დახმარება. ვის დააკლდება იმ 2 წლის ბავშვს? და ვის დააკლდება ჩვენ თუ დედას არ დაუჯერებ? ჩვენ. იმიტომ რომ მან გამოიარა ხო 11 წლისა ყოფილა უკვე. ეხლა მე თუ 70 წლის კაცს არ დაუჯერებ, რომელმაც გამოიარა პატარაც იყო, ახალგაზრდაც ჩემი ტოლიც იყო და კიდევ უფრო დიდი და მე თუ მას არ დაუჯერებ, მე დამაკლდება მისი გამოცდილება, რაც მან უკვე გამოიარა. ესმით. აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, ეხლა რაზე ვლაპარაკობ, უფრო კარგად რო გაიგოთ. კუბიკები რო ახომე, ლეგოს კუბიკები, ხო? ეხლა სახელი რო ვთქვი, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რეკლამებს უკეთებს. არის ხომ ეგეთები, მაგრამ მე ეგეთ რაღაცებზე არ ვნერვებ. ლეგოს კუბიკები, ხო, იმას თავისი გეგმა ხო მოყვება. გეგმა ხო მოყვება, ამ გეგმის მიხედვით პირველ ნომერს აიღებ იმ გეგმაზე, აწყობ 2 კუბიკში აერთებ. როგორც არის ეს ჩემზე კარგად თქვენიც. დედას არ გაუგონო და მამას არ გაუგონო ნიშნავს. ეს გეგმა აიღო და ხიო და გადააგდო და შენით დაიწყო იგივე საწყობა. რაც სხვა მოყვე აწყო და შენ უკვე გამზადებული მოგცა, აი ესე უკეთესი იქნება.
რომელი უფრო მალე აწყობს, რომელი ბავშვი, გეგმით თუ გეგმის გარეშე? გეგმის გარეშე. და გეგმის გარეშე აწყობა ნიშნავს, შენ 1000 გზა უნდა მოძებნო, 1000 ჯერ არა სწორად წახვი და მერე ისევ ახლიდან დაიწყო. სადღაც შეიძლება მიაგნო კიდეც. მაგრამ ძალიან ბევრი მოგიწევს ძალები. მაგრამ შენ თუ სხვის გამოცდილებას გაითვალისწინებ, აღარ მოგიწევს ახლიდან გამოიგონო ველოსიპედი. გესმით? რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება? პირადად ჩემთვის აი ბედნიერება ნიშნავს იმას, რომ სინდისი არ მომხილებს რაღაცის გამო, რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ან რაც არ უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე. აი როცა ესე ვარ და სინდისი მომხილებს, შეუძლებელია ბედნიერი ვიყო ყველაფერი დანარჩენი რომ კარგად ხდებოდეს მაინც. აი მეუღლეც კარგად ყავდეს, შვილებიც, გარშემო მეგობრებიც, ყველაფერი იდეალურად მიდიოდეს, მაგრამ შინაგანად აი ეს მაწუხებდეს, რომ იქ რაღაც აი ეს ფურცელი რომ ავიღე, ეს მე არ უნდა ამეღო. აი სინდისი რო გაწუხებს, მაშინ ბედნიერი ვეღარ ხარ. მაშინ რა ვქნავ, თუ უკვე აღებული მაქვს ეს ფურცელი, რაც არ უნდა ამეღო. თუ შესაძლებელია ეს ფურცელი ისევ იქ უნდა დავდო და უნდა ახსარება თქვა, რომ მე ის გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ან არ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა და დავიზარე. მასწავლებელიო, მარტო ესე წერა, ეთქობა დაიწყო რაღაცა შეკითხვა და მერე გადაიფიქრა, მაინც არ ეცოდინებაო და შენ ცოტა ესეთი, შენ ახლა წყობილებიდან გამოდიხარ. ნუ დატუს გაკეთება არის თუ არა ცოდვაო და რა ვიცი აბა, არის ცოდვა თუ არ არის? მოგწონთ ბევრი ტატუები რო არის. ღმერთს რო სდომებოდა დახატოს ვეგარ შექმნი და მე არ უნდოდა და თუ არ უნდოდა რა ეჭიდავებით მაშინ მას ვისაც არ უნდოდა და იმან შექმნა არ უნდოდა რომ ნახატებით ყოფილიყავით და არ დაგვბადა ასე. ღმერთმა ადამიანი მარტივი შექმნა, მარტივად შექმნა და ადამიანმა გაირთულა ცხოვრება. ეცადეთ რომ არ გაირთულო ცხოვრება, მარტივად იცხოვრეთ. არ გინდათ ეგ ტატუები და რა რისთვის იკეთებ იმ ტატუს, რომ სხვას მოაჩვენო რაღაცას რო წარმოადგენ? რისთვის იკეთებ? გიხდება? აბა დანახის ხატი ეგეც არის, კი ვიღაცას დაუნახა და ახლა ამანით. კარგში უნდა მიბაძო მე. არა, ეგრე დასაკრავი მარკები რო იყო ხოლმე პატარაობაში მეც ვიკეთებდი, მაგრამ რო დაიბანდი აღარ იყო. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა სულიერად სუსტად გრძნობს თავს, უნდა გაძლიერდე. ფიზიკურად რო სუსტად გრძნობ თავს, საკვები ხო გჭირდება. სულიერი საკვებიც არსებობს. სულიერი საკვებია ლოცვა, მარხვა, სახარების წაკითხვა, ანუ წმინდა წერილი ქვია სხვაგვარად. ახსარების თქმა, ზიარება, წმინდა მამების ცხოვრების წაკითხვა. ეს ყველაფერი არის სულიერი საკვები. თუ ადამიანი ამას ხშირად აკეთებს, ის იქნება მტკიცედ და მყარად ქრისტიანობაში. თუ არ აკეთებს, ის აუცილებლად დასუსტდება. ხალხ შემთხვევით ფეხი დავაბიჯოთ და არის საპატიო. იცი რა არის, შემთხვევით ბევრი რამე შეიძლება მოხდეს და რა თქმა უნდა ჩვენ არც ან ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო, არც ის რომ გული გაგისკდეს, რომ აიმე ეს რა დავემემართა და ეხლა რამე უბედურება არ მომიხდეს და მაგრამ არც ის რომ რახან შემთხვევით დავაბიჯე, ვითომ ცაქარაფერი ეგრე მოხდა. შინაგანად მაინც უნდა გაწუხებდეს, მაგრამ ისე არა რომ ამის გამო გული გაიხეთო. ესმით. ხდება შემთხვევით, თუმცა ეს ძალით არ უნდა გააკეთო. ეს კრეხელობა იქნება. როგორ ვიპოვო ჩემს თავში ძალა რომ ცუდად არ მოვიქცე?
აი ხა მაგალითად ბავშვებო ამ ოთახში როგორ ვიპოვოთ მაგალითად რა აი საზამთრო როგორ ვიპოვოთ ახლა ამ ოთახში მოვძებნოთ საზამთრო როგორ ვიპოვოთ მე ხა უცბად ეს გამახსენდა თორე გინდა ნეს ვიპოვეთ ახლა რამდენი ვართ ყველა ერთად რო შევესიოთ და რომ კარგად გადავჩხიკოთ ვერ ვიპოვით ამ ოთახში საზამთროს არა მინიშნებას რომ იყოს მაგრამ საზამთრო არ არის ამ ოთახში და როგორ ვიპოვით რატო ამბობ იცით აქ იყო შეკითხვა როგორ ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა რომ ცუდად არ მოიქცე და ჩვენს თავში ეგ ძალა არ არის და რა უნდა იპოვო არამედ ეს ძალა უნდა ეს საზამთრო აქ რო იპოვო უნდა შემოიტანო გარედან ხომ არ არის ჩვენში რომ ეს ძალა არსებობდეს ღვთისგან უნდა ითხოვო და ღმერთი რომელიც ყველას აძლევს ყველას იკეთებს და არავისთვის არ ენანება შენც მოგცემს ოღონდ უნდა რწმენით ითხოვო მოციქული იაკობის სიტყვები ახლა არ გეგონოთ რომ ჩემს სიტყვებს ვამბობ უნდა რწმენით ითხოვო და მოგცემს ღმერთი და თუ დაეჭვებით ითხოვე ვერ მიიღებ იმიტომ რომ მორწმუნე კაცის ლოცვა ზღვის ტალღას გავს ძლიერი რო მაგრამ აი დაეჭვებული კაცის ლოცვა აი ამ ტალღას რო ქარი გაფანტავს შეხებად აი იმას გავს იმას ძალა არ აქვს უნდა რწმენით ითხოვო ღმერთო მომანიჭე ამა თუ იმ საქმის კეთების ძალა თუ შენ გნებავს და ღმერთი მოგცემს რაც შენთვის სასიკეთო ისე რომ ღვთის გარეშე რამდენიც არ უნდა ეძებო შენ თავში მაგას ვერ იპოვე ეგ არ აქვს თუ ღმერთს შეევედრები ღმერთი მოგანიჭებს როდესაც სხვა ბოროტებას აკეთებს როგორ შევძლო მისი სიკეთისკენ შეცვლა პირველ რიგში ეცადე მაგალითი უჩვენო სიკეთის კეთების და მეორე თუ იცი რომ შენ სიტყვას გაითვალისწინებს მაშინ უთხარი იმდენი რამდენსაც მიიღებს ეხლა იმას შენი მოსმენა არ უნდადეს და მიხვიდე და კიდე ამაზე დაუწყო ლაპარაკი ეგ უფრო გააღიზიანებს უფრო პროტესტი გაუჩნდება და შეიძლება შენს გამო უფრო უარესად გააკეთოს ის რასაც აკეთებდა მაგალითი უჩვენ და ილოცემისთვის როდესაც მშობლების წყენინება ნიშნავს თუ არა ღმერთის წყენინებას ჩვენ როდესაც ამა თუ იმ ცოდვას ჩავდივართ ღმერთს უყვარვართ ჩვენ და ღმერთი მწუხდება ამის გამო და ქრისტეს ჯვარზე წყლულები კიდევ უფრო მრავლდება ჩვენი ცოდვების გამო და მით უმეტეს მშობლების უპატივცემულობის გამო და რატომ 10 მცნება ხო გაგგონიათ 10 მცნებიდან ერთი ან იმდენად მნიშვნელოვანია ეს მშობლის პატივისცემა იმათიდან ერთ-ერთი სწორედ ეგ არის მეხუთე მცნება რომ პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა რათა დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს ანუ თუ გინდა რომ დღეგრძელი იყო თუ გინდა რომ ბედნიერი იყო ეცი მშობელს პატივი აი მაგალითად მოსემ რომ ეს 10 მცნება ჩამოიტანა იმიდან სინას მთიდან რა ორ ფიქალზე ეწერა წარმოიდგინეთ ორი ასეთი ქვის დაფა დიდები ოღონ ორი და ერთ დაფაზე ეწერა 4 მცნება მეორეზე 6 ის 4 მცნება არეგულირებდა ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას მეორე 6 არეგულირებდა ადამიანთა შორის ურთიერთობას და აი იმ დაფაზე რომელზეც 6 ეწერა პირველი სწორედ ეს იყო პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა ანუ ადამიანურ მცნებათა შორის პირველ ადგილზე ღმერთმა ეს დააყენა როგორ გავხდე თანაკლასელებისთვის საუკეთესო მეგობარი ეცადე ისეთი იყოს ხვისთვის როგორც გინდა რომ სხვები იყვნენ შენთვის დაუშვათ ვერ შეძლეს რომ სხვები კარგად მოგექცნენ დაუშვათ შენც ვერ შეძელი რომ კარგად მოექცე მაგრამ შეგიძლია უთხრა რომ აბატია ჩემო ელენე რომ ეს ვერ შევძელი არა და კარგი მინდოდა შენთვის გამეკეთებინა ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი არ მინდოდა რომ უხეშად მეთქვა შენთვის მაგრამ ვერ მოვითმინე აი ამ აღიარებას იცი რა ხელა ფასი აქვს ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან დიდი ფასი აქვს რო თქვა ვერ მოვითმინე
ვერ დაგეხმარე. თუნდაც ის რო უთხრა, თუ ამასაც შეძლებ რომ მე მაშინ დამენანა რომ ის გამეკეთებინა. შენ შეიძლება უფრო მეტად ამაღლდე მის თვალში. რომ შენ აი ამას აღიარე. რომ თავს კი არ იმართლებ რომ ამიტომ და იმიტომ, არამედ იტყვი რომ მე მაშინ გაბრაზებული ვიყავი და უხეშად გითხარი ვერ მოვითმი. კი არ უთხრა შენ ამას იმსახურებდი, არამედ ვერ მოვითმი. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ყველა სიტუაციიდან. ოღონდ ადამიანს რომ არ აქვს გამოსავალი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო. და ღვთისთვის გამოვალი მდგომარეობა ამ სამყაროში არ არსებობს. ეხლა ამ ტელევიზორს მე კი გადავეკიდე, მაგრამ აი დაუშვათ ეს ტელევიზორი ვინც დააპროექტა და შექმნა. ეხლა ეს ჩვენ გვაქვს ეს ტელევიზორი. ეხლა ეს რო გაფუძდეს, მე ამას თავსა და ბოლოს ხო ვერ გაუგებ. არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ის რომ აქ იყოს ვინც ეგ შექმნა, ვერც ის გაუგებდა თავსა და ბოლოს. ხო გაუგებდა, უცბად გაუგებდა რა ჭირს. ესე იგი, მე თუ იმ ადამიანთან ახლოს ვიქნები, ვინც ეგ შექმნა, ჩემთვის იქნება გამოვალი მდგომარეობა ამ ტელევიზორთან და არა, იმიტომ რომ მე მას შევეკითხებ. და ჩემთვის იქნება გამოვალი მდგომარეობა ამ სამყაროს შესახებ, თუ მე ღმერთთან ახლოს ვიქნები, ღმერთთან რომელმაც ეს სამყარო შექმნა, არ იქნება. ესე იგი, აქედან რა დასკვნა გამოდის ლოგიკურად. თუ ჩემთვის რაღაცა გაუგებარი ხდება, ჩემთვის გამოვალი მდგომარეობა, ეგ არის ნიშანი იმისა, რომ მე დავშორდი მას, ვინც ეს შექმნა. მე დავშორდი ღმერთს, ვინც ეს სამყარო შექმნა. მე დავშორდი იმ ადამიანს, ვინც ეს ტელევიზორი შექმნა. ამიტომ ვეღარ უგებ ამას ვერაფერს. ის რო ახლოს იყოს ჩემთვის, ამას ამიხსნი და გამოგებინებდი. როგორ ან როდის ვიგრძნობ, რომ უფალი ჩემს გვერდით არის და მფარველობს. ადამიანი ზოგჯერ გრძნობს ამას, ზოგჯერ ვერ გრძნობს, თუმცა ეს ყველაფერი გრძნობის დონეზე არ დაიყვანება ბავშვები. ყოველთვის შეიძლება ადამიანის სიხარულს ვერ გრძნობდე. და არც უნდა ეძებო მაინც და მაინც სიხარული. სიხარული კი არ უნდა ეძებო, უნდა ეძებო ღვთის მცნების შესრულება. რომ ღმერთმა რაც გამცნო, ის შეასრულა. ერთი ასეთი ამბავი არსებობს. ერთი პატარა კნუტი იყო პატარა და ესე წრიულად დარბოდა ეს. გახსოვთ მოგისმენიათ? აბა მე რაღაცები დეტალები თუ გავუსწრე შემეშველეთ. და ეკითხება მეორე რომ ცოტა უფრო ასაკიანი. ეკითხება რატო დარბიხარო ესეო და ჩემ კუც მივდეო. და რატო მისდევ შენ კუცს? იმიტომ რომ ერთმა მითხრაო რომ თუ კუც დაიჭერო, ასე იგი დაედევნები დაიჭერო, შენ ბედნიერი იქნები. ამ მოხუცმა კატამ უთხრა, ერთ დროს მეც ეგრე ვიყავიო და ავდებდიო ჩემ კუცსო და მე რა მოხდაოდა? მე რომ დავიღალე გავჩერდიო. ამ დევნით რომ დავიღალე გავჩერდიო და მე რო წავედიო, იცი რა აღმოვაჩინეო? რაო და ეს კუდი თვითონ მოვყვებოდა უკან. ეგრე არ იქნებოდა, სად წავიდოდა. ხო და ნახე აქ რა არის თქმა მინდა. ბედნიერება კი არ უნდა ეძებო, სიხარული კი არ უნდა ეძებო. არამედ შენ ღვთისმცნება უნდა შეასრულო და ნახავ ის თვითონ გამოყვება უკან. გესმით? და თუ ადამიანი მარტო სიხარულს, ბედნიერებას და სიამტკბილობას და გახარებას ეძებს, აი ესე იღლება. და ვერც ეწევა. და ვერ ექნება. ისე რომ ჩვენ ვეძებოთ ღვთის ნების შესრულება და ის რასაც ეძებს, თავად გამოყვება უკან. ეხა ადამიანმა თავის ჩრდილს როს დიოს, როდის მე დაეწევა? და რომ გაექცეს ეს ჩრდილი, ხო გამოეკიდება. ხო და ეგრე. ჩვენ ღვთისკენ გავიქცე და ის ბედნიერება თვითონ გამოგეკიდება უკან. ხო არ გამორჩა რამე? არა. მადლობა ბავშვებო და მშობლებო და მასწავლებლებო, რომ ეს ბავშვები აქ ჩამოიყვანეთ.